ზურაბიშვილის პოლემიკა. მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოეყოფა, მის ახალ ხელმძღვანელს პარლამენტი აირჩევს. კანონპროექტი ბიუროს ხდომაზე უკვე დარეგისტრირებულია. ახალი უწყების ფუნქციათა ჩამონათვალი, რომლის დაქვემდებარებაში სპეცსამსახურები გადავა საკმაოდ ვრცელია. რეფორმის დეტალებით ვასილ დაბრუნდაშვილი დაინტერესდა, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის შესახებ კანონპროექტი ბიუროს ხდომაზე დღეს დარეგისტრირდა. უნდა აღნიშნოს, რომ ეს კანონპროექტი არის საკმაოდ ვრცელი და რამდენიმე პუნქტისგან შედგება. ცნობილია, რომ სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო პოტენციალის დაცვა, უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისგან, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლა, საერთაშორისო დანაშაულთან წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ ვრცელი პუნქტებიდან, რომელიც ფუნქციაც იქნება უსაფრთხოების სამსახურის. ბუნებრივია, ბიუროს ხდომაზე დარეგისტრირებულ კანონპროექტს უკვე მოჰყვა შეფასებები საკანონმდებლო ორგანოში, როგორც უმცირესობის, ასევე უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან. მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც შეეხება უმრავლესობას. ქართულ ოცნებაში ფიქრობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფა დროულია. ეს იქნება საუკეთესო მაგალითი, რომ ერთ უწყებაში კონცენტრირებული ძალაუფლება, რომელიც იყო სააკაშვილის და მერაბიშვილის პერიოდში, მოხდეს დეცენტრალიზება, მოხდეს გაყოფა უსაფრთხოების სამსახურის ცალკე, რაც ინსტიტუციურად გააძლიერებს ქვეყანას და ჩვენი მოქალაქეების უფლებებისთვის იქნება უკეთესი სისტემა შეთავაზებული. გინდა სუსი დაარქვი, გინდა კუდი დაარქვი, ეს არის პოლიტიკური იარაღი ხელისუფლების ხელში, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის. შესაბამისად ვფიქრობ, რომ საერთოდ უნდა გაუქმდეს ეს სამსახური, ეს ფუნქცია სახელმწიფოს არ ჭირდება არაფერში და არ ჭირდება რაიონული წარმომადგენლობები, მით უმეტეს მსგავს სამსახურებს. ეს იყო პრობლემა წინა ხელისუფლების დროს და ეს არის უზარმაზარი პრობლემა დღესაც. მთლიანად უნდა გაუქმდეს და დავივიწყოთ ერთხელ და სამუდამოდ კგბ-ს ტიპის ორგანიზაციების არსებობა ქვეყანაში. ცნობილია ის ფაქტიც, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანგარიშვალდებული იქნება საკანონმდებლო ორგანოსთან, ანუ ამ უწყების პირველმა პირმა წელიწადში ერთხელ საკანონმდებლო ორგანოს უნდა წარუდგინოს მოხსენება. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით აქვს შენიშვნები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. ისინი ფიქრობენ, რომ ზოგადად ამ უწყებაში თავს მოიყრის ისეთი ინფორმაცია, რომლის 80% სახელმწიფო საიდუმლოებასთან არის დაკავშირებული და აქედან გამომდინარე მათ ალოგიკურად მიაჩნიათ ეს ყველაფერი. საპარლამენტო კონტროლის ფორმად მიჩნეულია ამ უწყების წელიწადში ერთხელ პარლამენტის წინაშე ანგარიში წარდგომა. ამით რას ვიღებთ, ანუ ჩვენ რომ უწყების ხელმძღვანელი უნდა გამოვიდეს და 150 პარლამენტის წინაშე ისაუბროს თავისი სტრუქტურის საქმიანობაზე. ის რა თქმა უნდა ვერ იტყვის, არც იტყვის, არც უნდა თქვას სახელმწიფო საიდუმლოება. ანუ გამოდის, რომ ის რეალურად ვერ იტყვის, რა ხდება მის სამსახურში იმის 99%. უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფა, განსაკუთრებით შინაარსში თუ ჩავიხედავთ შემუშავებული კანონპროექტის, არ ვფიქრობთ, რომ პასუხობს არსებულ გამოწვევებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ ეს არის მხოლოდ ტექნიკური ხასიათის გამოყოფა, რეალურად ხდება ფაქტიურად ფუნქციების დუბლირება. ამ სამსახურს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი და ფართო უფლებამოსილებები, რომელიც თავის მხრივ შეიძლება გახდეს ახალი პრობლემის წყარო. ამ უწყების ხელმძღვანელის კანდიდატს პრემიერ-მინისტრი წარუდგენს მთავრობას. მთავრობა კი საკანონმდებლო ორგანოს გადაუგზავნის. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მსგავსი ტიპის მოდელები მოქმედებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, მაგალითად ისეთში, როგორც არის პოლონეთი, სერბეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი და ლიტვა. ვასილ დაბრუნდაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში რეკლამის